3 საათზე წავედი სახში, ციოდა ცოტათი. შემთხვევით გადარჩენილი ვარ, მაგრამ ჩემი თაობის ხალხი, ბავშვები თუ დიდები, ჩემი ნაცნობები თუ უცნობები, აქ დაწუნენ, აქ დაეცნენ, მას შემდეგ ერთ წრეზე უბრუნავთ. ალბათ ვინმე მხედავს, მცნობს, იციან, მაშინდელი აქტიური სტუდენტობა, მერაბის და ზვიათს ლაპარაკი არ ჭირდება, ჩვენს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ როდის რა იყო და მერე რა იყო და აქ რა მოხდა. ვისაც ეჭვი ეპარება, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, ამის თქმა, რომ ნეტა გაირკვეს, კომისია შეიქმნას. ვინ დაიწყო ომი? ის ნორმალური არ არის ხალხო. ნუ მიაქცევთ ყურადღებას, მოვარდა კაცი, ტიტები დავდე აგერდა. მიმიშვითო და იგინება და ომიო და რაღაცებს ახსენებდა. ამას ყურადღება არ მივაქციოთ. ჩვენ დავანთოთ სანთლები, გავაგრძელოთ ბრძოლა, ვიზეიმოთ, კი არა ვიტიროთ, მე ახლაც ვეღარ ვლაპარაკობ. ალბათ თქვენს და ბოლოს ვიცინებთ, არ ვიცი მე მაშინ ცოცხალი ვიქნები თუ არა, როცა ვიცინებთ. უკვე 64 წლის დაავადებული ვარ, მაგრამ როგორც შემიძლია ხშირად მოვდივარ აქ. გამარჯობათ ბატონო, თქვენ ვიცნობთ, ხშირად დავდივარ აქ. თქვენ ძალიან მიყვარხართ და ყველანი მიყვარხართ, ხალხო, იბრძოლეთ, მე არა ვარ ისეთი ჯამრთელი. ყოველდღე რომ მოვიდე აქ. სული თქვენთან ვარ. აი ხო ჩვენი მისდროა. კარგად იყავით. ბატონებო დაიხედეთ. ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად.